გამარჯობა, მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო. დღეს, რა თქმა უნდა, ხუთშაბათი დღეა, საღამოს 9 საათი და ტრადიციულად გთავაზობთ ჩვენს გადაცემას საფრთხეები და ჯანსაღი სამყარო. მოგეხსენებათ, რომ ეს გადაცემა არის სამედიცინო კუთხით, თქვენ ძალიან ბევრ ახალ და საინტერესო ამბავს გებულობთ და იტყობთ ჩვენი ტელევიზიის საშუალებით და სწორედ ჩვენი ტელევიზიის შესახებ მინდა შეგახსენოთ, თუ როგორ უნდა ნახოთ ჩვენი გადაცემები. მაგთიზე ნომრით 46, სილქნეცზე ნომრით 259, ასევე ახალ ქსელებზე ნომრით 292, ვართ მაი ვიდეოზე, რა თქმა უნდა, გადავედით 24 საათიან მაუწყებლობაზე და ვართ სატელიტურ მაუწყებლობაზე, სადაც ყველა ქვეყანას თუ ქალაქში შეგიძლიათ ჩვენი გადაცემების ნახვა. რაც მთავარია, გვაქვს სოციალური ქსელები, YouTube და Facebook გვერდი, სადაც იტვირთება ჩვენი საავტორო გადაცემები. რაც შეეხება დღევანდელ ჩვენს გადაცემას. ჩემი დღევანდელი სტუმარი გახლავთ კობა კუსიანი, იურისტი, უფლებადამცველი, საერთაშორისო მოძრაობა ამერიკის ბიოლოგიური ლაბორატორიებისა და ბიოლოგიური იარაღის წინააღმდეგ ანტილაბ საქართველოს დამფუძნებელი. მოგესალმები, კობა. ძალიან მიხარია ყოველთვის თქვენი სტუმრობა ჩვენთან გადაცემაში, რადგან ძალიან საინტერესო თემებით მოდიხართ ყოველთვის. თქვენ და თინა, დღეს ახლა თქვენ ბრძანდებით მარტო და მინდა ძალიან საინტერესო ინფორმაცია და გადაცემა, ესე ვთქვათ, მივაწოდოთ ჩვენს მაყურებელს. მოდით, კითხვებით დავიწყოთ. მოკლედ, აქტუალურია, რა თქმა უნდა, ეს პანდემიასთან დაკავშირებული კოვიდიდან მივეჩვიეთ ადამიანები, მოკლედ, ძალიან ისეთი აქტიურად საუბრობთ ამ თემებზე და დავიწყოთ პანდემიით. რა სიტყვით ახალ პანდემიური ხელშეკრულების თაობაზე? და რა გადაწყვეტილება მიიღო საქართველომ? თქვენთვის თუ არის რაიმე ცნობილი ამ თემასთან დაკავშირებით? გამარჯობა, მივესალმებით ტელემაყურებელს ნამდვილად მოწვევისათვის და სხვათა შორის თითქოს ეს ამ კუთხით აი ამ რაც თქვენ შეკითხა და ასე რაღაც მინელ და იმდენად დიდად ინტერესი აღარ არის, იმიტომ რომ დამთავრდა ეს 78 სესია ჯანმოსთან მიმართებაში, რა გადაწყდა, რა მიიღეს, რა არ მიიღეს, თუმცა იმ პერიოდში ალბათ კარგად გასულ ჩვენს მაშინ დაემთხვა ჩვენი გადაცემა იმ პერიოდში, მაგრამ რატომღაც ვერავინ და მოსახლეობა, არც მოსახლეობა, არც ხელისუფლებამ არავინ არ გამოთქვა სურვილი, გამოსული იყო და ზოგადად მოსახლეობა ჩაეყენებოდა საქმის კურსში თუ რა გადაწყვეტეს, რას მოაწერეს ხელს, რა მდგომარეობა, რა ვითარებაში ვართ, რა გველის, რა, ეს ყველაფერი თითქოს არეულია. მაგრამ მთლიანობაში უნდა ითქვას, რომ სოფლიო პრაქტიკულად შეთანხმდა ერთ მთავარ, აბსოლუტურად მთავარ საკითხზე, რომ ჯამო არ არის აბსოლუტურად კაცობრიობის ჯანმრთელობის მზრუნველი ორგანიზაცია, ისა მაფიოზური. ეს ცალსახად არის, ეს არის მარტო ეს ჩემი გამონათქვამი, ეს არის სოფლიო ქვეყნების ისეთი სპეციალისტების და რო იტყვიან ადამიანების გამონათქვამი, რომელიც უფრო ჩემზე მეტად და ალბათ 100-ჯერ მეტად არიან ჩახეთული ამ ორგანიზაციის თვითონ საქმიანობაში. 20 მაისი ახლა თქვენ კარგად გასწორთ როგორ ჩაიარა ყველაფერი, მაგრამ ხელი მოეწერა, არ მოეწერა, ეს კითხვა ისე ღიად რჩება და ამ ღიად რო დარჩა, რატომღაც კიდე გამომეორდები, რომ ასეთი იმითი რო იტყვიან შევციცინებთ და ველოდებით რომ ვინ რას გვეტყვის ამ ქვეყანაში რაღაცას, რომ წავით წასული იყო ჯანმრთელობის მინისტრი, დაჯილდოვა და იქ რაღაცა სიგელით, გასაგებია ხა მოსახლეობას ეს ნამდვილად ნაკლებად აინტერესებს, ვინ რა სიგელით რა თქმა უნდა რო იტყვიან დააჯილდოვებენ და ასე შემდეგ. ეს იყო აბსოლუტურად განსხვავებული სხვა თემა. ეს საერთოდ სხვა რო იტყვიან თემის სასაუბროა. მაგრამ აქ არის მეორე რომ საქართველოს ახლა სხვათა შორის აქ არის რომ ხელი არ მოაწელეს აქ და გამოთქვეს ეჭვი შეიტანეს ამ პანდემიურ ხელშეკრულებათა მიმართება ისინი ქვეყნებმა, როგორც თუნდაც ჩინეთი და ინდოეთია, თუნდაც როგორც რუსეთია. და ერთ-ერთ მიზეზს ვიტყვი, რომ აი ეს მიზეზი იყო, რომ მათმა დაინახეს ამ ხელშეკრულებაში ჯანმრთელობის მიმართ სუვერენიტეტის დაკარგვა და სახელმწიფო სუვერენიტეტის დაკარგვა. და ამიტომ განაცხადეს მათმა უარი. ეს უკვე ერთია, მაგრამ საქართველოსთან მიმართებაში არის მეორე, რომ საქართველო არც რო იტყვიან
ხელმომწერებში არც უარყოფითია. პრაქტიკულად გაურკვეველია ჩვენი ქვეყნის რა დამოუკიდებლობა. ნუ ესე გამოდის, რომ პრაქტიკულად თავი შეიკავა თუ არ შეიკავა ეს არ არის, თუ რაღაცაზე მაინც ხელს მოაწერენ, იმიტომ რომ აქ არის დიდძალი ფული დიდძალთან მიმართებაში, მაგრამ ჯანმოს დიდი პრობლემა უჩნდება იქიდან გამომდინარე, რომ ჯანმოს ორგანიზაცია დატოვა ისეთი სახელმწიფოა, როგორც მაგალითად ახლა ბრაზილია, ამერიკა და ასე შემდეგ, რომ პრაქტიკულად დიდი ფინანსებსაც კარგავს და აქედან გამომდინარეა, რომ ეს ყველაფერი მიდის სასაღად ცოტა უარყოფითად. თუმცა მოდი მეორე მხარეც ავიღოთ, ხო, ახლა თითქოს ადამიანები მოლოდინში ვართ რაღაც ახალ რაღაც საშიშროებასთან, მაგრამ საშიშროება აგრეთვე ხედავთ დღეს რა ხდება მსოფლიოში, ხო? ბატონო კობა, უკაცრავად ეს არის თუ არა დაუშვათ ყურადღების გადატანა სხვა თემაზე, რომ უფრო ხალხი აქტიური არ იყოს ამ თემაში და უფრო მეტის გაგება არ მოისურვოს. ანუ აი ამ პოლიტიკით მიდიან თუ არა თქვენ როგორ ფიქრობთ? თუ უბრალოდ არ ცალიათ უკვე ამ თემას? ახლა იცით რა არის ახლა პრაქტიკულად აი ზოგადად რო გავიხსენოთ ესეთი შვაბი იყო, ხო, მაგრამ სახელი შვაბი და მისი ორგანიზაცია, როიტყია, სოფლიო ეკონომიკური ფორუმი, სადაც პრაქტიკულად წყდებოდა და ამათ გეგმა ჰქონდათ, ერთ-ერთი დავარი გეგმის ერთ-ერთი ნაწილი იყო, რომ მაქსიმუმად უნდა მომხდარიყო აცრები და მოსახლეობის შემცირება მიდიოდა აი ამ მიზნით. თუმცა ეს გეგმა ჩაუვარდათ ამ როგორც გებრიუსუს ასევე ბილ გეიტს და ასე შემდეგ რა ჩაუვარდათ ეს გეგმა და პრაქტიკულად გამოდის რა თქვენ სწორედ აღსინიშნეთ რომ ეს ვითარება გადავიდა უკვე პრაქტიკულად იმ ომებში და იმ დაპირისპირებებში რომელიც დღეს ჩვენ პრაქტიკულად ვართ მოწმენი იმ ქვეყნებისა რომელიც ახლა ჩართულია. თუმცა მე ვიტყვი და მინდა ესეთი ხაზი გავუსვა, რომ ახლა ჩვენი ხელისუფლება და მინდა რომ ვახსენო, ხელისუფლება იქიდან გამომდინარე, რომ deep state-ზე ებრძვის ეს ხმადაღებული ამბობენ, რომ ესია, ეს გასაგებია ზუსტად deep state-ის ერთ-ერთი ნაწილია ჯანმოს ორგანიზაცია, რომელიც თავს ახვევს და ფულის თუ ფინანსური თუ სხვა მხარდაჭერებით ზუსტად ეს იბრძვის აქეთკენ. და ხედავთ ახლა ხვალდაზე გუცებ რაღაცა აფეთქდეს, სად ვიქნები და როგორ ვითარებაში მოხვდები ჩვენ კაცოშვილმა არაფინ არ ვიცით, ხო? ესეთი ვარიანტი რო შევთავაზოთ. მაგრამ მოდით სულ ყველაფერს რო თავი დავანებოთ, უბრალოდ მაყურებელს იმისთვის რომ აღიქვას კარგად ერთ-ერთი ფოტომასალა სურათი ვაჩვენოთ. აქ არის ნაჩვენები დაახლოებით მსოფლიოს ის ცხელი წერტილები და როგორც ომები, ასევე როიტყვიან ესეთი კონფლიქტები ამ რუკაზე და გეტყვით რომ თუ ჩამონათვალს გავაკეთებთ და კონკრეტულად არის 32 წერტილი ცხელი, როგორც ომისა, ასევე კონფლიქტური. მსოფლიოს ეს საკმაოდ დიდი არის და თუ ჩამოვდით ახლა ომებს, რომელიც ახლა მთავარი, აი ახლა ეს ირანი და ისრაელის, რუსეთის და უკრაინის, პრაქტიკულად ასევე ისრაელის და სირიის, ეს უკვე საკმარისი ეს სამი, რომ ეს გადაიზარდოს გლობალურში, მე ხა ცოტა პოლიტიკური კუთხითაც განვიხილავ ამ საკითხს. აი ჩვენთვის რა გადავიდეს ეს. ჩვენთვის საფრთხეები როგორ არის ჩვენთვის არის ძალიან ძლიერი საფრთხეები, იმიტომ ირანი ჩვენი რეგიონის ერთ-ერთი ნაწილია. აქვე არის თურქეთი, აქვე არის აზერბაიჯანი, ანუ ეს ყველაფერი პრაქტიკულად არის და ღმერთმა არ აქნას და არავინ არ იცის რა. ეხლა მე გეტყვით რომ როცა გამოვიდა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადეს რომ დაიბომბა იქ ატომური ერთ-ერთი რაღაც სადაც ინახავენ ამა თუ იმ ბომბებს არავის არ გაუჟღერებია, არავის არ უთქვია, რომ სხვათაშორის გაჟონა იქ როგორც ატომურმა, რა ქვია, ქიმიურმა, ასევე საფრთხეებმა, ატომური საფრთხეების გაიჟონა. რამაზე არავის არ უთქვია. იქ რო რამე მოხდეს, თქვენ ვერ წარმოიდგენთ, ჩვენს მთლიან რეგიონს დაფარავს. აქ აღარ არის ლაპარაკი, ეს იქნება სრული კატასტროფა, ეს იქნება სრული პრაქტიკულად განადგურება რეგიონის და არა მარტო რეგიონის, ის არ ჩერდება ერთ ადგილას, იქ გავრცელებადია და ასე შემდეგ. აი ამ ყველაფერთან მიმართებაში ჩვენ თუ დავფიქრდებით საფრთხეებს აღვიქვამთ ცოტა რეალურად, ნამდვილად იქნება უკვე რომ
თითქოს არაფერი მშვიდათავად რაღაც წნარათავად, მაგრამ წნარ და მშვიდად ყოფნის უფლება ნამდვილად არ აქვს. მე ახლა ამას არ მინდა რომ რაღაცა შიში და ფაქტორი, მაგრამ ხიზლად უნდა ვიყოთ იქიდან გამომდინარე, რომ არავინ არ იცის ხვალდაზე როგორ მოხდება და რა სიტუაცია და როგორი მდგომარეობა განვითარდება. ვის მხრიდანაც არ უნდა იყოს. მოდით ახლა სხვათა შორის რატომაც მე ყველას დაავისდა მაგალითად ბიოლოგიური თუნდაც ენტომოლოგიური იარაღი, რომელსაც მე ამას მაინც ესე დასავლეთს ავუყ, რომ მაინც პენტაგონს მივაკუთვნებ ამას ყველაფერს, რომ ხა ეს ამ იარაღს გამოიყენებენ შემდგომში, ხო? ამდა ცოტა განსხვავებული ვიცით რა გადაცემასთან მიმართებაში რო ვიფიქრე, როცა ესა ცოტა განსხვავებული რა გაგვეკეთებინა, მოდით ვიფიქრე, რომ ხომ არ ჯობია რომ მოსახლეობას გავაცნოთ ამა თუ იმ ქვეყნებში რა ვირუსები ვრცელდება, რა საფრთხეებია და ამ ქვეყნებიდან მერე ჩვენთან რა საფრთხეები შეიძლება მაგალითად გავრცელდეს და განვითარდეს. თქვენ თვლით რომ შეიძლება რომ ჩვენსკენ ახალი პანდემია და ვირუსები გავრცელდეს და აი როგორ შეიძლება ეს მოხდეს? როგორც ახლა მაგალითად მოდი ესე ვიტყვი რა, თუ ცოტა ესეთი აი ახლა ასევე მაყურებელს მინდა თქვენ იცით რომ როცა ვიზუალურად მასალას აჩვენებ ადამიანებს, კარგად აღიქმება მათი გონებაში ის რაც არის რეალობა. ვიდეო გავუშვათ და ვიტყვი რომ ეს არის ინდონეზიის ჯანდაცვის მინისტრი ბუდი სადიკინი აცხადებს რომ როდესაც პანდემია კვლავ გვექნება უნდა შევზღუდოთ არა უпроსორად სრულად შევაჩეროთ ადამიანების გადაადგილება. ამიტომ მოდით შემოვიღოთ ციფრული ჯანმრთელობის სერტიფიკატი, რომელსაც ჯანმო აღიარებს. თუ ვაქცინებული ხართ, ან სწორი ტესტი ჩაბარებული გაქვთ, მაშინ თავისუფლად შეგიძლიათ გადაადგილება. რას ნიშნავს ეს განცხადება? სულ გეტყვით 3 კვირის უკან იყო ეს სხდობა. რას ნიშნავს ეს ყველაფერს? ხომ არ არის საწყისი იმისი, რასაც ჩვენ როიტყვიან გვეუბნებიან, უნდა გავიგოთ, მაგრამ გვაგუებენ იმას, რომ ხვალდაზე შეიძლება უწევ ვიღაცამ თქვას, რომ პანდემია და როგორც ეს მოხდა. უნდა ავიცრათ ყველა უკლებ. რა თქმა უნდა, აცრებზე აქ უკვე აღარ მაქვს საუბარი, რა თქმა უნდა, ეს იქნება შეზღუდვა საკმაოდ დიდი და საკმაოდ რთული. აქ მერე, სხვა კიდე რა. აქ უკვე პრაქტიკულად აღარ არის აქ ჯანმრთელობა, აქ არის სრული კონტროლი დაიწყება, აბსოლუტურად ადამიანების კონტროლი და აქ ისიც არ დაგვავის და შეიძლება ამ თემის არ ამარა, ერთ-ერთი საფრთხე არის, რომელიც ჩვენ ციფრულ ფულთან მიმართებაში გადავდივართ და ამის ძალიან აქტიურ ზოგი ძალიან აქტუალურად უყურებს ამ საკითხს და ამბობს, რომ იმერა კარგი. არა, ბატონო, ეს კიდე უარესია. ძალიან ცუდად მეჩვენება. პრაქტიკულად კონტროლი, კიდე უფრო გამძლევრდება კონტროლი, არა მარტო სახელმწიფო, მთელი უკვე კონტროლის ქვეშ გადადიხარ. აქ თუნდაც ბიომეტრიული სურათების გადაღება დაიწყეს, თუნდაც ეს ყველაფერი კი ანგარიშებზე წვდომა და ასე შემდეგ, დაბლოკვა, თუნდაც დაბლოკვა და ასე შემდეგ. ხო, ეს რომელიც ჩინეთში მიმდინარეობს. ახლა წერან ჩინეთი და ინდოეთი რო ვახსენეთ, ხო, ერთ-ერთი საკმაოდ ძლიერი ეკონომიკურად ქვეყნები განვითარებენ, ასე ვთქვათ, შედარებით ჩვენთან მიმართებაში, ხო, რომელიც დამოკიდებულია და საკმაოდ დიდი ბაზარი უკავია ახლა ჩინეთს რა თქმა უნდა სოფლიოში. თუ იმან განაცხადა უარი და ხელს არ აწევს, რა დიდი პრობლემაა ახლა რომ ამ პატარა ქვეყანა მაინც და მაინც ხელი არ მოაწეროს, რომ ანუ თუ ხელისუფლება არის ხალხის არჩეული და საერთოდ ესია, ხო? ვალდებულია მან ანგარიში ჩააბაროს ყველა იმ გარე პოლიტიკური ვითარებისა, რაც ის იღებს გადაწყვეტილებას. მოახსენოს მოსახლეობას იმ ვითარებისა, რა ვითარებაც არსებობს ამა თუ იმ ხელშეკრულებისა თუ იმის მიმართებაში. იმიტომ ეს რა არის, იცი, ხელისუფლება არის სულ რაღაცა საგამომძლო ორგანო 150 თავისი იმითი, მაგრამ მოსახლეობა უფრო მეტია. თუმცა ამ მეტობაზე ცოტა ეჭვი არის უკვე კითხვის ნიშანია დასადები. ესა ამ კუთხით რო შევხედოთ. ეხლა მეორე არის ესეთი თემა, რომ თუნდაც ავიღოთ გადავალ ახლა იმ ვითარებაში, რომ აი უკრაინის და რუსეთის ომის ამ ფაქტორზე. ნუ დღემდე ამას ომს არ უძახიან, კარგად იცით, სამხედრო მოქმედება ქვია. დღემდე ეს მერამდენი წელია, მაგრამ ეს ისევ რჩება ასეთ ვითარებაში, ხო?
მაგრამ თუნდაც რო ავიღოთ უკრაინაში იმდენი მასალა ესე იგი ზოგადად ბიოლოგიური კუთხით რომ როცა ეს მასალა იყო გეტყვით 1970 წლებში ამერიკაში ეს მასალები არის გეტყვით აი ჭირის ტულერემიის ჯილეხის ყირიმკონგოს ჰემოროიდული ცხელებისა და ნუ კიდე სხვა ესე იგი ეს არის სავსე კონტეინერები ამ ვირუსებით ღმერთმა არ აკნას ახლა ასენი ამბობენ რომ განადგურდა მე ძალიან ეჭვმები რომ ის განადგურებული იყო მე უფრო ეჭვი მაქვს იმაზე რომ ეს მეზობელ ქვეყნებშია გადაგზავნილი და გადატანილი იმიტომ რომ ასე დიდ ვირუსებს ამას გამოყვანა უნდა და ახლა ალბათ სპეციალისტებმა ჩემზე კარგად იციან ამიტომ ამბობდი მე თქვენთან გადაცემებში რომ უნდა ყველა ტვირთი რომელიც კი შემოედინა უნდა მოხდეს მისი გადამოწმება რა შემოდის ვინ შემოდის და ასე შემდეგ და ეს მარტო ის არ არის უბრალოდ სიტყვები რა ეხლა მე ადრეც ავთქვი სხვათა შორის და დღესაც გამომეორდები ალბათ ბოლოსკენაც გეტყვით მაგრამ ზოგადად ეხლა მაგალითად ბანგლადეში ხო აი ზოგადად მე ვიტყვი ესეთი იმეს რა ახლა მე ესეთი ქვეყნები შევკრიბე რომელი ქვეყნებიდანაც შემოდის ჩვენთან ტურისტი არ ვიცი რა დავარქვი ახლა ტურისტი იქნება ზოგადად საცხოვრების მაძიებელია უკვე ცხოვრების ზოგადად ჩამოდიან რომ მაგას არ აქვს მნიშვნელობა უბრალოდ პირდაპირ ვიტყვი რომ ეს დაავადებები მაგალითად ქათმის გრიპი ვრცელდება საკმაოდ დიდი რაოდენობით მაგალითად რომელიც გამოიწვია ბავშვების დაავადება ორი ბავშვები და რომელიც კი გამოჯანმრთელდა მაგრამ ეს ხო გადამდებია ხო არავინ არ ვიცით ასევე არის მაგალითად ეს მე კოღუების მიმართ ზოგიერთად არ ჯერავს და დღემდე არის რომ სხვათა შორის 2 დღის უკან უყურე ერთ-ერთი ჩვენი ექიმი ამბობდა კოღუებთან მიმართ ახლა სეზონია პრაქტიკულად კოღუების რომელიც საკმაოდ დიდი გადამტანია და სხვადასხვა დაავადებების თუმცა ბევრს არ ჯერავს ნუ ახლა ვისაც ჯერავს მოდი ჩვენ იმას ვქნათ დავიჯეროთ ესეთი არის მაგალითად აი ვირუსი ჩიკუნგუნიას რომელიც რაღაც ესეთი ის არის გადამტანი მაგრამ აი სურათები მინდა ვაჩვენო მოსახლეობას რომ მაინც კოღო ასე თუ ისე ყველამ ვიცით და ნუ უნდა გაფრთხილდეთ რომ ეს საკმაოდ დიდი ეს არის რომელიც საკმაოდ დაიფინცირება ხდება ადამიანისა ამ კოღოებით და სასიკვდილო ვირუსის გადამტანი თაკობა როგორ არის ნახეთ აი მე დავუშვათ მახსოვს რომ ჩემ ბავშვობაშიც შემდეგაც კოღო იყო ძალიან პატარა და ნუ რაღაც ეხა რაღაც ძალიან ფერით შეცვლილი და დიდები არიან გეთანხმები და აი ესეთი თქოს რაღაც მუტაცია განიცადეს აი ამ კოღოებს რომელსაც ახლა ჩვენ ვაჩვენებთ ამას ქვია ერთ ქვია აედეს გვარის ჯისის მეორე აედეს ეგვიპტის კოღო ნუ ეს ნუ ენა უნდა მოიტეხო და აედეს ალბოპიუტუს ანუ თქვენ ფიქრობთ რომ ეს გამოყვანილი სპეციალურად გამოყვანილი ჯიშის კოღოები მე თინა ერთ-ერთ გადაცემაში ერთ ტელევიზიაში ლაპარაკობდი კოღოებთან მიმართებაში და როცა ვახსენეთ რომ ბილ გეიტს სპეციალურად აქვს მას ქარხანას უძახიან სადაც გამოყვათ კოღოები სხვადასხვა გადამტანი ვირუსებთან მიმართებაში და ეს მარტო ის არ არის ის კადრებიც ვაჩვენეთ ჩვენ სადაც მოხდა მისი გავრცელება ხალხმრავალ ადგილებში კაფსულები ჩამოგდება და ასე შემდეგ ანუ და მე გეტყვით ახლა თქვენ რახან კოღო ახსენეთ და თქვენ როგორც გახსოვთ ბავშვობაში მე გეტყვით ახლა მე ისეთ თავის დროზე როცა მსახურობდი სამხედროს და ისეთ ქვეყანაში მსახურობდი სადაც კოღოები საკმაოდ ბევრი იყო კოღოს ახლა აბსოლუტურად რო თქვენ კარგად ხედავდით იყო ფერი ჩალის ფერი არ იყო მას ის იყო დღესდღეობით კოღომა ციცვალა ფერი შავია რატომაც ცოტა სხვათა შორის ხმაც კი არ აქვს ხმა არ აქვს ის რომ მოფრინავს ხმა არ აქვს ისე რო თქვენ არის რომ ხმის ისიც არ აქვს და როცა საუბრობთ ამაზე რომ ეს კოღოები გამოყვანილია და ის არის სხვა დაავადებების გადამტანი ამაზეც სხვათა შორის ღიმილის მომგვრელია ზოგიერთისთვის და ვიტყვი რომ ცდებიან, იმიტომ რომ საკმაოდ მავნე დაავადებების გადამტანია, თუნდაც მალარია თუმცა ეს დაავადებები მალარიას, რომელიც ჩვენთანაც ფიქსირდება, ხო, მე გეტყვით ახლა, იმიტომ რომ ცხელი და ესეთი ჰავა შედება ამას. ნუ, იმიტომ რომ ჭაობიანი ადგილიც აქვს თუ მეტეს ახლა
თქვენ კარგად მოხსენეთ ზაფხული კი დაიწყო, მაგრამ ზაფხული ჩვენ პრაქტიკულად ვერ ვიგრძენით, იმიტომ რომ არის წვიმები, ამ წვიმას კიდე და სიცხეს უწევთ მოყვება კოღოები და მალე ვრცელდება ეს აბსოლუტურად და ახლა ზოგადად როგორც ჩანს მალეც მრავლდებიან ძალიან საკმაოდ დიდ რაოდენობის კვერცხს დებენ და აქედან საკმაოდ დიდი ის არის. ამიტომ ახლა ასევე არის ეს აზიაში ხო ეს კოღოებდა ეს ჩეგუანგუას ვირუსი რო ვითარდება ინდოეთში, ინდონეზიაში, ტაილანდში, ასე შემდეგ ხლა რატომ ახსენებ ამ ქვეყნებს და თუნდაც კენიაში, თუნდაც აფრიკის მიმართება, კონგოში, ესე ვიტყვი, ხო, ტანზანიაში. ხა გადავხედოთ ჩვენ სტუმრებს, რომლებიც შემოდიან. ზუსტად ის ქვეყნები მაქვს მე ამოწერე, რომელი ქვეყნებშიც აი ეს კოღოს ნაკმენი და ეს ვირუსები ვრცელდება და ამ ქვეყნებიდან შემოედინება ჩვენთან ტურისტები, მოდი ტურისტებს ვიხმარ ამ სიტყვას, იმედია რომ კარგად გამიგებს მაყურებელი, და მე მართლაც მინდა რომ ტურისტები იყვნენ და არიყვნენ მუდმივად შემოსული რაღაცა შემდგომში მაცხოვრებელი. თუმცა რაღაც პერიოდი მაინც ხო დაყომდებიან საქართველოში, ასე რომ გადადების რისკი ძალიან დიდია მაინც. ხო და ამიტომ გავიძახე მე რომ ეს ადამიანები როცა შემოდიან საზღვარზე თუნდაც ნების მოდის ავიღოთ მე მახსოვს კარგად როცა თუნდაც აფრიკაში თუნდაც ინდოეთში სხვა ქვეყნის აი ჩვენაირი ქვეყნის ან თუნდაც სხვანაირი ქვეყნის მოგზაურობა ხდება მათ უნდა კონდეთ აცრები გაკეთებული იმისი რაც იქ უნდა გაგრძელებელია მაგრამ ჩვენთან შემოდის ჩვენთან არ ვიცით ვინ რითი და რა დაავადებით შემოდის რისი გადამტანია ხო ტრანსპორტის სავსეა, ქუჩას სავსეა, ყველა არ ვიცით აბსოლუტურად მოწმდება, არ მოწმდება. ამისი აბსოლუტურად კონტროლი და ადამიანების კი არა, მე მეორეს გეტყვით, რომ მოდით ახლა ცოტა მასაც შევეხები, გადავალ, საკვები არ კონტროლდება, ხო? რას ჭამთ ჩვენი სისქე არ კონტროლდება, საკონტროლდება, ხო? არა, მე ზოგადად რას ვეხებით, არა, ჩვენ ვეხებით იმ საკითხებს, რომელიც ჩვენ გვაწუხებს. საკვები ეს ცალკე უბედურება, ცალკე უბედურება, მაგრამ მე რას ვამბობ? საკვები შენი ქვეყნის მოქალაქეების საკვებს, რომელსაც შენ არ აკონტროლებ და არ შინჯავ თუ რა ამბი, თუნდაც პურიდან დაწყებული, დამთავრებული მარილამდე, ხო, ჩათვალე რომ ამასაც ვერ გააკონტროლებ რა. მე ამ კუთხით შევხე. აი ეს არის საფრთხეები, ეს არის სამომავლო ის საფრთხეები, რომელიც მაგალითად, არ ვიცი, მაგრამ ალბათ საჭირო არის სამსახურეებმა მიიღონ ეს რა ქვია, მაგაზე ზომები ნამდვილად. ეხლა ასევე ჩინეთთან მიმართებაშია ძალიან საინტერესო და სხვათა შორის კიდე ამას დავუმატებ, რომ ტოლვილები, რომლებიც თელ მსოფლიოში გადაადგილდებიან, ასევე დაფიქსირდა ამ ტოლვილებში დიფტერიის უპრეცედენტო აფეთქება პრაქტიკულად. ეხლა დიფტერია თქვენ იცით, რომ ხა მე ზოგადად რახან ჩავიხედი ამ უკვე ვიცი რა რომელი როიტყვი დაავადება და რა მიმართებაში ეს უფრო არის სადაც ჰიგიენა არა დაცული და ერთი ვრცელდება, მაგრამ საკმაოდ გამავრცელებელია და ვრცელდება თქვენ წამოვიდეთ 18 წლის ზევით იმ ქვეყნებში, სადაც მოხდა პრაქტიკულად აი ტოლვილთა გადაადგილება და ტოლვილები კიდე თქვენ კარგად მოხსენეთ საკმაოდ დიდი რაოდენობით გადაადგილება თელ მსოფლიოში. აი ხო მით უმეტეს ამ დაძაბული სიტუაციებიდან გამომდინარე. თუმცა მასშტაბები ძალიან დიდი ის არის, საკმაოდ საფრთხეა, აქ შემთხვევები 77%-ია, აქ არ არის რაღაცა პატარა რიცხვი. აქ დიდ ციფრებზეა საუბარი გადაავადებისა, დაავადებულებისა და ასე შემდეგ და აი ამას კიდევ ვამბობ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას რომ გაუფრთხილდეთ აუცილებელია რომ მივიღოთ ზომები, ის ზომები, რაც ეს ერთ-ერთი კიდე შემაჩერებელი იქნება ბოდიში და ეგზავნეული იმ ტოლვილების გინდა თუ სხვა ქვეყნის შემოსული ადამიანების თუ ინა ტურისტი რომ შევაჩეროთ თუნდაც ესეთი კუთხით მაინც რა
აი ესეთი და ვითარება დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი. რა თქმა უნდა, ამაზე ჩვენ არ უნდა გვჭირდებოდეს ყობა საუბარი ზოგადად. ეს ჩვენი მითითების თემა არ უნდა იყოს ხელისუფლებაზე და ვისაც ეკუთვნის რა თქმა უნდა აი ეს სფერო ჯანდაცვის წარმომადგენლებზე, იმიტომ რომ ეს არის შენი ქვეყნის და მოსახლეობის დაცვა, რომელიც არის ძალიან ელემენტარული, რომ გააკეთო ეს, ხო? რა თქმა უნდა, ეს ვალდებულებაა ეს. როცა სათავეში ხარ, ეს არის ვალდებულება, რომ შენი საქმე გააკეთო. ისე როგორც საჭიროა და მაღალ დონეზე და მე მგონი ჩვენ ახლა ხალხთან ძალიან კარგს ვაკეთებთ, რომ მაინც ინფორმირებული უნდა იყოს მოსახლეობა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გისმენთ და ძალიან აი რომელ თემაზე ვინერვიულო, ხო, არიცით რა არის. ამას მაშინ ადრეც ვახსენე, რომ როცა ესნობ ინფორმაციას და კითხულობ, უფრო მეტად იცავებ. ხო, ჩაერთვები ამ იმაში, ხო, მეტად გინდა რომ გამოხვიდე და როიტყვიან იყვირო და თქვა რომ ხალხო არ არის თლათ ისე როგორ თქვენ როიტყვიან ქუჩაში დადიხარ და გონიათ რომ ყველაფერი კარგად არ არის ყველაფერი კარგად. მოდი ელემენტარულს ვიტყვი ხა მე არავის როგორ იმაში ბოდიში ცოტა ცუდი გამონდა თქვა უნდა გილიაში არ ბძოლებით ხვირით მაგრამ ელემენტარულია როცა ტრანსპორტში ადიხარ და რა თქმა უნდა ცოტა არა ჰიგიენური სუნია ხო მაშინ ნამდვილად ხვდები რომ იქ არ ახარ სადაც უნდა იყო რა იმ ქვეყანაში ხშირად ჩამოსულა ტრანსპორტიდან მაგის გამო უნდა იყოს რა და ეხლა ვიღაცა შეიძლება ეს დამაბრალოს ეს მაგრამ მე ვამბობ იმ ფაქტს რაც ფაქტია და იცით რა არის მე არ გადავადგილდები მანქანით გადავადგილდებით რჩეულებრივ ტრანსპორტით და იქიდან გამომდინარე რომ ამას ყველაფერს უყურებ და უკვირდები ეხლა თქვენ გახსოვთ ერთი პერიოდი ეს მე მგონი თუ არ ვცდები იყო 22 წელი 2022 წელი როცა ჯანმომ ასევე რატომღაც უცებ გაავრცელა მაიმუნის ისა კი ხო აი ახლა მაიმუნის ყვავილი მაგალითად ახლა მძვინვარებს ასევე თქვათ ერთ-ერთ ქვეყანაში აფრიკულ ქვეყანაში ამიტომ საკმაოდ დიდი რაოდენობა სიკვდილიანობის არის 15 ნუ სიკვდილი არის 15 3000-ზე მეტი ინფიცირებულია ამ ეპიდემიით ხოდა ეს ყველაფერი ეტაპობრივად როგორ არის ესე იგი და ერთადერთი იყო მაშინ მე მახსოვს რომ გადაცემაში თქვით რომ ჩვენ ქვეყანას არ ემუქრება იქიდან გამომდინარე რომ ეს დაავადება უფრო მეტად ემართებათ უკუღმართად სექსუალურად დაკავებულ მამაკაცებში ვთქვათ ესე ვთქვათ ხო და ამიტომ ეს ძალიან ხმამაღლა გავცერდა ის ჩვენი ესა როიტყვიან თანამოაზრების მხრიდან და ცოტა იყო და დაწყნარდა მოსახლეობა იმიტომ რომ ამ ვითარებაში თუმცა ისევ შევეხები რომ არავინ არ იცის თუმცა ესეთებიც ბევრი არის ამიტომ არ ვეხები და არ ვამბობ ჯერჯერ ამ კუთხით ამიტომ ზოგადად ვამბობ რომ მაინც საშიშროება ყოველთვის არის რა თქმა უნდა ნუ და საფრთხე მაინც გვემუქრება. ეხლა მოდი მე ვიტყვი ასევე რახან საუბრობთ სოფლიოს მიმართულებაში არ შეიძლება რომ ასევე მე არ თქვა რუსეთთან მიმართება. რუსეთში მაგალითად იყო გავრცელებული ერთი პერიოდი აქ იყო წითელას ჩუტყვავილას უფრო ვირუსი არა წითელას ვირუსი ცოტა საგანგაშო სიტუაცია იყო რუსეთში მაგრამ დაიწყეს აცხრები ამ მიმართულებით და ეს რიცხვი ეს როიტყვიან ცოტა აწეულმა მაჩვენებებმა ნამდვილად დაიწია მაგრამ აქ არის მეორე იცით ეს წითელა და ჩუტყვავილას ალბათ ჩვენ ბავშვობაში და ალბათ ახსოვთ ყველას კარგად ეს არის გამოცდილი წლების განმავლობაში იმიტომ რომ მეც ვარ აცრილი ამ მაშინდელი და ეს არის გამოცდილი ერთ-ერთი პრეპარატი და ამას არ აქვს ხო ანუ კი იქნება კიდე ახალი რაღაცა უფრო მეტად სწრაფი და ასე შემდეგ თუმცა მე არ ვამბობ, მაგრამ ზოგადად მაინც ვფიქრობ, რომ შედარებას თუ გავაკეთებთ, მაინც მოდი წლების 10 რამოდენიმე ათეული 5 ათეული იქნება თუ 6 ათეული წლების გამოცდილი პრეპარატს უფრო უნდა ვენდოთ ვიდრე სრულიად ახალი რომელიც 2 თუ 3 წლის უკან ასევე არის თუმცა კოვიდზე ეს წლების ისიც არ იყო ეს იყო რაღაც მე მგონი იმ დროსვე შექმნილი რაღაც ხო ის უცებ არა ის იყო იმიტომ რომ თავის მიზანი ჰქონდა მოდი თავის მიზანი კი ბატონო ეგეც არის სხვათა შორის კიდე დამახასიათებელ ჩვენ კოვიდზეც რო ვისაუბრე ასევე არის
ტკიპების პრობლემა. ეს არის რუსეთში, სხვათა შორის და თურქეთშიც. თურქეთშიც მოგახსენებთ, მაგრამ რუსეთთან მიმართებაში არის ტკიპები გაჩნდნენ სასწაულად რაღაცა და შევთავაზებ აი სურათებს ტკიპებისას, რა ვიცი დღეს ისე არის ადამიანებს თუ ვაჩვენებთ კარგია რომ ტკიპა და ვრწყილი გაარჩიონ, ვიდრე სხვადასხვა არის ეს ცოტა განსხვავებულია და აქედან გამომდინარე ტკიპა ძალიან მავნია, რომელსაც შეუძლია 50-მდე ვირუსი გადაიტანოს და გაავრცელოს. ამიტომ საკმაოდ რთული და რო იტყვიან სავალალო სიტუაციები დგება შემდეგ, იცო აქ არის გამოიწვია შეიძლება ენცეფალიტი, ბორელიოზი და რიკესტროზი, აი ესე თქვა და ესეთი კუთხით რო შევხვდეთ. საშინელი დაავადებები. ხო, ეს მით უმეტეს ბავშვებში, ნუ არა აქ ამას მნიშვნელობა, ეს არის საერთოდ გაზაფხულის, უფრო გაზაფხულის პერიოდი ისეთ ადგილებში, სადაც ნუ უფრო ცხელა და ასე შემდეგ. ამიტომ აი ამ კუთხითაც უნდა ვიყოთ ფრთხილად, არა მარტო უცხოეთში თუ არ მიდის ჩვენი მოქალაქე, არამედ ჩვენ ადგილობრივ საქართველოში. ასევე თურქეთში თუ ახსენე და თურქეთსაც შევეხები, თურქეთში თქვენ წარმოიდგინეთ, ჩემთან გასაკვირად არ ვიცოდი. ასევე თურქეთში გავრცელებულ ტკიპების ვაჩვენებ მოსახლეობას, ჩემთვისაც საკმაოდ ძალიან უცნაური იყო. თურქეთში სულ რამოდენიმე წელია რომ დაუფიქსირებიათ, ეს მოხდა 24 წელს. რომ ესე კვლევებმა ვაჩვენა, რომ ესე იგი თურქეთში ყოფილა ტკიპები. მანამდე არ იყო ეს თუ არ ნახულობდა, ან არ აქცევდნენ ყურადღებას. ეს უფრო რაღაცა ვრცელი იყო, ამასაც საკმაოდ კარგი ისა აქვს რაოდენობის გავრცელების, ანუ სხვადასხვა დაავადებისა. ეს არის 30-მდე, ესე იგი ავრცელებს 30-მდე ვირუსს, ეს ტკიპა. და ალბათ მაყურებელი თუ უყურებს თვითონ რო შეხედავ საკმაოდ ესეთი შესახედავი აქვს არასასიამოვნო და მართლაც იტყვით რომ ისი ისა საკმაოდ მართლა გაავრცელებს ძალიან ბევრ დაავადებას ეს ტიპი. არა ხო ძალიან ამას გვიძა გრძელი კორონისი, ანუ ეხლა ჰემაფიზიალის ესე ნუ შეგნებულად თარგმნი იქნება გამოდე ცოტა ეხლა ამას არ აქვს დიდი მნიშვნელობა, მაგრამ მაინც სამედიცინოსთან თუ და ლათინურ მაგრამ რა არის იცი იმდენად ინტერესში ხარ ხანდახან როცა უყურებ ამას და კითხულობ გაინტერესებს. ხო, იცით გაინტერესებს, მithumet ეხლა მე აბსოლუტურად არა ამ პროფესია ძალიან შორსა ვარ, მაგრამ რახან აი იმკიდან გამომდინარე რომ რაც მოხდა და როგორც მოხდა ჩავედი ამ სიტუაციაში საკმაოდ დამაინტერესა და ვეცნობი და საფუძვლიანადაც ხო, ვეცნობი აი კობა ცხოველებთან მიმართებაში როგორ არის? აი ცხოველებთან მიმართებაში გეტყვით ახლა. აი ხო არის რა ტკიპები იკრავენ და ძაღლებში. თუმცა არის მისი საშუალებაც რომ დაუშვათ წამალი გამოვიყენოთ და რამდენად ეფექტური უნდა იყოს. არის სხვა ფორმა, მაგრამ აი ცხოველებთან მიმართებაში რა თქვენ ახსენეთ. მოდით მაშინ ესე გეტყვით. აი ხლა მაინც აქ მაქვს კიდე მონაცემები, თუნდაც ამერიკა კიდე სხვა ქვეყნები რა დაავადებები ვრცელდება, მაგრამ მოდით მაშინ ვიტყვი ესე. თქვენ გაიგეთ რომ მაგალითად თუ საქართველოში ცოფი იყო გავრცელებული? ხო არ გაგიგიათ? რომელიმე ტელევიზიამ გამოვიდა და განაცხადა რომ მაგალითად კახეთის ამ რეგიონში მაგალითად იყო ცოფი და ძაღლებს გადაედო ცაიდან გლებისგან მაგალითად ხო? არავის ამაზე არაფერი არ უთქვია. ეს იყო 6 ივნისი ნუ გავრცელება, ნუ ეს გეტყვით ახლა ეს ჯერ მოხდა ეთიოპიაში ეს ძაღლის ვირუსი ცოფი დაფიქსირდა, მაგრამ საქართველოსთან მიმართებაში მე გეტყვით ახლა ეს 20 მაისი 2025 წელი. კახეთში დადასტურდა ცოფის ესე იგი შემთხვევა, რომელიც გავრცელდა მგლისგან, მგლიდან გადავდო და ერთი მე ამას რო ვკითხულობდი, გამახსენდა რომ სხვათა შორის ძალიან მომრავი ძაღლები ყავს ჩვენ ქუჩებში და დაჟე ხანდახან ტრანსპორტში მსგავრობენ ჩვენთან ერთად ეს ძაღლები, მაგრამ არავინ არ იცის ამ ძაღლს რისი გადატანა ან გადადება შეუძლია. ძალიან თავისუფლად ჩვენი მოქალაქეები ძაღლებსაც ეფერებიან, მე არაფერი არ მაქვს ახლა მის საწინაო, ვისაც როგორ უყვარს ყველა ისე იქცევა რა თქმა უნდა. თუმცა ძაღლი რო ჩააგდო ავტობუსიდან შეიძლება თქვენ უფრო ჩაგაგდოთ ვიდრე ძაღლი.
შეიძლება მეც ვერ ჩხუბო ეგეთ ადამიანს. არა, მე საერთოდ თუმცა თვითონ მეორე მხარეც არსებობს. იყოს ჩართული იმ კონტროლში, რომ ეს უნდა იყოს მიზანმიმართულად, რომ ესეთი რაღაცები არ ხდებოდეს, იმიტომ რომ ის არის ქუჩაში, ის არის გადამტანი სხვათა, თუნდაც ტკიპის, თუნდაც წყლის. ან მოწმდებოდეს, ან იყოს თავშესაფრები. რაღაცა უნდა ხდებოდეს. ესე მომიდე კი მესმის, რომ ძაღლია, კაი ცხოველია, გასაგებია აბსოლუტურად, მაგრამ კაია რომ კანონი მიიღო ახლა სახელმწიფო, ამას ნამდვილად მივასწავლე და მადლობას მოუხდი, ახლა მე კრიტიკით რო გამოდიოს, იმას არ ნიშნავს, რომ რაღაცა ყველაფერზე ის არის რა. მაგრამ ამბობ, რომ ამ ვითარებაში ნამდვილად მიიღეს ძაღლების მიმართ რომ მისი გამრავლების, მისი კონტროლის ეს ძალიან კარგია და მადლობა მან. ასევე საქართველოში კიდევ დაფიქსირდა, რაც უნდა იყოს ფუტკრის დაავადება, ეს იყო 7 აპრილს გავრცელდა ესეთი დაავადება. სამწუხარო ერთ-ერთი საუკეთესო ფუტკარი, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო არის ქართული ფუტკარი, მუშა ფუტკარი, ესე ვთქვათ, და ყველა ადამიანი გავდეს ქართველი ფუტკარს, ასე ვთქვათ, ზოგადად, რომელიც საკმაოდ დიდი რაოდენობის, ესე იგი, და ეს იყო, რომ ფატალური დაავადება ტროპილე აფსოზი იყო ესეთი დაავადებით გავცერდა და ამას მეტფუტკრეთა მან სხვათა შორის გააკეთა ამაზე კომენტარი. რა არის იცი მე მივესალმები ყველა იმ პატარა დაავადებას რომელსაც ისინი გამოვლენ და იტყვიან რომ აი ეს არის მაგალითად რომ მეფუტკრე იქნება თუ თუნდაც ძაღლის პატრონი იქნება თუ ნებისმიერი ის ერუტყვის პატრონი რომ მიიღოს უცებ ზომები მათი მკურნალობის გადარჩენის აცრის თუ ასე შემდეგ როგორც არის როგორც ხდება ეს არის პასუხისმგებლობა ეს არის ზუსტად იმიტომ რომ ეს არის როგორც მათი საქონლის ასე გადარჩენის ასევე სახელმწიფოს მიმართებაში უნდა გაიაზროს ყველა რომ ეს არ არის რაღაცა უბრალო ისეთი ეხლა რა თქმა უნდა ამ ვირუსებთან მიმართებაში რო გითხრათ სიმართლე ასევე ვერ გავალ და ვერ როიტყვიან აული გვერდს ამ აცრებსთან მიმართებაში იმ აცრებს რაც არის უბრალოდ ორიოდე ამ მონაწერს წაგიკითხავთ mRNA ვაქცინას იწევს კიბოსთან დაკავშირებული ძვლის ტვინის რეპროგრამირებას რამდენიმე კვირის განმავლობაში ახალმა კვლევამ შეისწავლა ლეიკემიით დაავადებული პაციენტები რომლებსაც ეს დაავადება განუვითარდათ Pfizer-ის ვაქცინის მიღების შემდეგ მე მინდა მოსახლეობას არ ვაშინებ, არ მინდოდა დასახელო, მაგრამ ვამბობ, იმიტომ რომ გაფრთხილდეთ და თქვათ და ზომები მიიღოთ წინასწარ, თუ რაღაცა ადამიანს შედარებით რაღაცა პრობლემები უჩნდება დაავადებასთან მიმართებაში, სხვადასხვა დაავადებასთან. ვაქცინაციის შემდგომი სიკვდილიანობის, ესე იგი 73.9% დაკავშირებული ვაქცინაციასთან. აი ეს ყველა წარმოიდგინეთ, რომ ესე იგი რა დონეზე მივიდა, რომ ერთ-ერთი ეს არის Lancet-ის ჟურნალი, სადაც ეს ყველაფერი ეწერა და თვითონ წერს ეს საკმაოდ აღიარებული ჟურნალი, რომ ესე იგი უმეტესობა სიკვდილიანობა მოხდა COVID ვაქცინის შემდგომ ვაქცინების შედეგად. ამას ჩვენ ბევრჯერ ვამბობთ, გამეორტები რა ხომ მოსახლეობა ცოტა გონზე მოვიდეს, რომ არ არის ეს რაღაცა აი ჰაერიდან მოტანილი სიტყვები და არ ვამბობ, იმიტომ რომ ავიქა მე რაღაცა ამ პიროვნულად ან რაღაცა ზოგადად ვიღაცას ვაკრიტიკებ ხელისუფლებას და მიდამ რომ ეს კრიტიკა მიიღოს ხელისუფლებამ და პარლამენტში არსებულმა ჯანმრთელობის რა ქვია კომიტეტმა განიხილოს ზუსტად ის დამოკიდებულება და ზუსტად ის წერილი რომელსაც ქვია ჯანმრთელობიდან გამოსვლის კიდე გამომეორდები იმიტომ რომ ეს აუცილებელია და ჩვენ ქვეყანას არაფერს სასიკეთოს არ მისცემს მეორე არის სხვათა შორის ერთი მომენტი გამორჩა, მაგრამ გეტყვით, რომ ჩინეთშიც ვრცელდება საკმაოდ აქტუალურად არის ვირუსი ვრცელდება. ეს ვირუსი არის უჰანში გავრცელდებადი და უბრალოდ გამასინებზე ცოტა ირონია შემეპყრო, თუმცა ეს ირონია იყო ცოტა მწარე. იქიდან გამომდინარე, რომ
აგერ ბატონებო, უჰანი შეიძლება ჩინეთშია, საქართველოს შეიძლება აგერ შორს არის, მაგრამ ერთი ნაბიჯი გვაქვს უჰანიდან საქართველოსამდე. მატარებელი დადის, ეგრე გაიხსნა და მატარებელი დადის, ასე რომ თუ ვერ მოფრინდა ვირუსი შეიძლება ჩამოვიდეს. შეიძლება მატარებლით ჩამოვიდეს. კობა, აი რა ხდება ზოგადად? ყოველთვის აი ამ ჩინეთიდან როგორ ფიქრობ, რატო იწყება ყველაფერი მან? იცით რა არის, არ ვიცი რატო იწყება ჩინეთიდან, მე ამერიკა ეს რაღაცა კუთხით ჩინეთზე აწმენდავს ხელებს, ხო? ესეთი ვითარება იყო ხლა კოვიდთან მიმართებაში, რომ დააბრალეს ჩინეთიდან გავრცელდა, მე თუმცა ჩინეთმა დაამტკიცა რომ ეს არ იყო იქიდან გაჟონილი, თუმცა არის სხვა დაავადებებიც ახლა უბრალოდ მე აღარ მინდა დროის ფაქტორთან მიმართებაში, თუმცა არის სხვა დაავადებები, რომელიც ლაბორატორიიდან არის გავრცელებად, იმიტომ რომ იქ სადაც როიტყვიან და ეს ვირუსი, რომელზეც მე ახლა მინდოდა უბრალოდ ეს ვირუსი ჯერ კიდე როიტყვიან ღამურებში ტრიალებს და როიტყვიან აი იმას ახდენს რა ქვია როგორ ვთქვათ სახეს იცვლის რა ან ვირუსი როგორც ახლა მაგალითად ხო არის გრიპი რო შეგვეყრება მე გაგვირთულდება და ახლობით ამ მდგომარეობაში ამიტომ ამბობ ესეთი რაღაცა რომ ჩინეთი არ ვიცი ვერ ნამდვილად ცოტა ჩემთვისაც ეს არის კითხვის ნიშანია და მეორეს ვიტყვი რომ ამ ვითარებას თუ გადავხედავთ ლაბორატორიიდან გაჟონვა როცა ხდება ვირუსის და იმ ქვეყანაში სადაც ის ვირუსი საერთოდ არ ფიქსირდება, საუკუნეები არ ფიქსირდება, აი ეს არის კითხვის ნიშანი. აი იწევს კითხვის ნიშანი და აქ იწევდა ჩემთვის და გასაოცრად ის კითხვის ნიშანი, როცა ლუგარის ლაბორატორიიდან მე არაერთხელ ვთქვი, რომ დიახაც ეს არ მოშულა არც ვიღაცას გადმოუგზავნი, არაფერი ის იყო შეთანხმებულად, გლობალისტებმა შეთანხმდნენ, ერთდროულად და ეტაპობრივად დაიწყეს მისი გავრცელება მსოფლიოში, რომ მოეხდინათ რა თქმა უნდა აცრები ეს უკვე ყბადაღებული ამას ყველამ კარგად იცით და აქედან გამომდინარე. დიახ, თუ გაქვთ კიდევ მაინც დრო იწურება. კი, არა, ნუ რა თქმა უნდა, მასალა ძალიან დიდია და ძალიან ბევრი შეგვიძლია ჩვენ ვისაუბროთ ამ მიმართებაში, მაგრამ უშუალოდ მაინც მე შევეხები ეგრეთ წოდებულ დუმარე ეპიდემიას, დუმარე ეპიდემია, ხო? აი ამას სინებზე გადავასწვი და ბოლოს აი ესე მინდა რომ მაყურებელს უთხრა. ეს არის პარკინსონის შემთხვევები, პარკინსონს დაარქვეს დუმარე ეპიდემია. ძალიან სწრაფად იზრდება და თქვენ თუ გახსოვთ ამ პარკინსონთან მიმართებაში და არა მარტო პარკინსონთან, მსოფლიოს ამერიკის შეერთებების ჯანდაცვის სამინისტრი შეეხო პრეზიდენტი შეეხო ამასთან ვითარებებს ძალიან სწრაფად ვრცელდება პრაქტიკულად ამერიკაში, განსაკუთრებით ამერიკაში. ამაზე განგაში აქვს დატეხილი. ესე იგი, აქ არის უკვე ისეთ დონეზე მიდის, რომ 25 მილიონის გადააჭარბა პარკინსონის დაავადებულების, რაც 112% მეტია, ვიდრე 2021 წელს ეს იყო. და ამიტომ ამბობენ დუმარეს, რომ პრაქტიკულად ის აბსოლუტურად სხვანაირად ვითარდება და ექიმებმა გადასარევად იციან რა კუთხით და როგორი მიმართება. რა იწევს ამას? და პრაქტიკულად აი მე აქ ცოტა არ იყოს კითხვები მიჩნდება რომ ეს მდუმარე აი რა იცის ვინ იცის ახლა აქ არ მაქვს მე ესე რომ აი მაგალითად 7 წლით ადრე რო იცია რომ აი პანდემია გავრცელება და ესა და ეს გავრცელება ეს აი რა იციან ესე წინასა სად რომელი დაავადება თუ პანდემია გავრცელდება ცოტა არის უცნაურია ხო თუ ეს არ არის წინასად დაგეგმილი თუ ეს არ არის წინასა რაღაცა გათვლილი ყველა დეტალი ერთმანეთის თანმიმდევრობით ისე სხვანაირად ვერ იქნება იმიტომ რომ როგორც ახლა მაგალითად გრიპთან მიმართ გრიპი აქვს სეზონური ვითარებაში მიდის და ასე შემდეგ ხო რაღაცა სეზონია იცის რომ არის მომენტი გამწვავებისა შემდეგ რაღაცა ნელდება ასე შემდეგ ხო როგორც თუნდაც მე ხა წერა რაც ვახსენე წერებთან და ასევე წერებს ამასაც თავის სეზონია ხო ამის სეზონური მიმართებაში რო ვახსენოთ თუმცა ზოგადად მაინც კითხვის ნიშანი რჩება რომ წინასა მომზადებულია სულ ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი დალაგებული და ხალხი პანიკაში ჩაგდების, ყოველთვის მობილიზებული, რომ არ იქა
პანდემია არ გავცილდეს, არ იქ რაღაცა არ დაგვემართოს, არ იქ არ აქვს რან, ან ავიცრად და ასე შემდეგ. აი ეს ვითარება როცა ვრცელდება და როცა პრაქტიკულად ჩდება კითხვის ნიშნები, მაგრამ ამ კითხვებზე პასუხი არ არსებობს, მაშინ არის რომ მოსახლეობა უკვე როგორც ხელისუფლებას, ასევე ექიმებს უკვე ნდობის ფაქტორს, უკვე ნდობის ფაქტორი აღარ არსებობს. რა თქმა უნდა. აი ეს მართალი ხართ, არ შემიძლია არ დაგეთანხმოთ და მე ნამდვილად ვურჩევდი ჩვენს ტელემაყურებლებს, რომ უფრო ყურადღებით და რა თქმა უნდა, უფრო ესე ვთქვათ დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდონ აი ამ საკითხს და უფრო მეტად დაინტერესდნენ თუ რა ხდება და რა შეიძლება მოხდეს ქვეყანაში, მით უმეტეს ჩვენს თავს. ძალიან დიდი მადლობა მკობა მობრძანებისათვის, დიდი მადლობა ესეთი საინტერესო გადაცემისათვის და რა თქმა უნდა ჩვენს მაყურებელს შევხვდებით ყოველ ხუთშაბათს საღამოს 9 საათზე. მადლობთ ყურადღებისათვის, დროებით, კარგად ბრძანდებოდეთ.